მოგესალმებით. ეს ჩვენი გაკვეთილის მიზანია ვისაუბროთ სულხან-საბა ორბელიანის მემკვიდრის ამბაზე. ვისაუბროთ იმაზე, რატომ იცოდა ლეონი ასე, რა მოძრაობდა მას, როცა ასე მკაცად ზრდიდა უფლისს. გარდა ამისა, ტექსტის მუშაობისას ჩვენ უნდა ამოვიწყოთ მხატვრული ხერხები, მე დაგირიგებთ თქვენ სქემას, ამოვიწყოთ მხატვრულ ხერხებს, განმარტავთ ამ მხატვრულ ხერხებს და აგრეთვე უნდა ამოიცნოთ, რატომ იხმარა ესა თუ ის მხატვრული ხერხი წერამა, მისთვის დაშლება, რაში გამოიყენა. მანამდე კი გავაცნოთ შეფასების კრიტერიუმებს, რომელსაც ვხედავთ დაფაზე. შეფასებით იმის დამოკიდებით, რამდენად კარგად იცით და რამდენად კარგად გაქვთ გააზრებული ტექსტი, აგრეთვე შეფასება თქვენი მსჯელობა, რამდენად არგუმენტირებული და დამაჯერებელი იქნება. გასაგებია? გასაგებია. მას ასე გავიხსენოთ, რატომ ზრდიდა ლეონი, რატომ გადაწყვიტა ლეონმა აღეზარდა უფლისწული ცალკე სასახლეში. იმიტომ ზრდიდა მას ცალკე სასახლეში ლეონი, რომ სხვები წინააღმდეგი იქნებოდნენ ასეთი მკაცრი. რომ დაინახავდნენ, რომ ლეონი ასე მკაცრად ზრდის უფლისწულს, რა თქმა უნდა, ალბათ შეეწინააღმდეგებოდნენ, ხო? ლიზა გიორგაძე. ჩემი აზრით, იმიტომ რომ მას რომ დაენახა თავის შვილს ასე მკაცრად რომ ზრდიდა, შეიძლება სხვა აღმზრდელი მიეჩინა. შეიძლება გაეშვათ ლეონი და სხვა აღმზრდელს მიეჩინა. კი ბატონო, გავიხსენოთ ხან, რას აკეთებდა ამისთანაც ლეონი, როგორ ზრდიდა ესე სასტიკად. რეხვიაშვილი საუბარ. ის ჯუნგლს როლს გადაყოლე. ძალიან ბევრს აგებინებდა, აშიშებდა. დორიციანა. კიდევ მას ცდილობდა, რომ ყველანაირად გამოეცდევია იმ ხალხის ტკივილი, რომლებიც ცხოვრობდნენ საერთოდ ამ სახელმწიფოში და საერთოდ ყველა ადამიანის თუ ქვეშევრდომების, რამდენად რთული იყო მათი ცხოვრება ასეთ სამყაროში. ჩემი აზრით ასე იმიტომ ზრდიდა, რომ როცა მეფე გახდებოდა და როცა ყმები ეყოლებოდა, ისა ცოდნოდა თუ როგორი ძნელია ასეთ სულ პირობებში ცხოვრება. კარგით, ლეონი ვიღაცამ დააბეზღა მეფესთან, ხო? ვინ დააბეზღა და რა მიზნით დააბეზღა? გისმენ გიორგი? ლეონი დააბეზღა და ასევე მან დააბუქეს და 50 არ განსხვავებულად მან 100 არ გამოიწვია. ის გამოც მეფე გავგრძელდა და ლეონი დაიბარა სასახლეში. ლეონი დაიბარა სასახლეში. რატომ მოიქცა რუხასე, რა მოძრაობდა მას? მარიტა. სანამ ის მეფის ეს ყველაფერი დაესწრებოდა, მანამდე ეს უფლისწული რუხას უნდა აღეზარდა. ამის გამო, როდესაც რუხამ ეს ყველაფერი შეიტყო, ძალიან განაწმენდა მეფეს და ძალიან გაბრაზდა. და იმ დღიდანვე შური აღიძრა ლეონის მიმართ. შურისმა აღიძრა ლეონის მიმართ და დაამარცხა. შესაძლებელია, რომ მას ის იყო ბოროტი და ფიცხი. თუ კი ასეთი ბოროტი და ფიცხი იყო, მაშინ რატომ აჩერებდა მეფე ფინესი თავის სასახლის კარზე? ანა. იმიტომ რომ რუხა ძალიან ჭკვიანი იყო მას და მისნაირი ხალხი მეფეს სჭირდებოდა. კიდევ ამაკეთი. ჩემი აზრით, იმიტომ რომ ის იყო მეფის ესკუდი და ის ძალიან აღზენდა და მეფეს ეხმარებოდა ორი მისასწრებით. ანუ თავისი დადებითი თვისებებით, აი ამ თავის უარყოფით წონიდა, ხო? ამიტომ მეფე ფინესი ვერ იმეტებდა, ვერ უშვებდა მას სასახლის კარიდან. ახლა ჩვენ და განვაგრძოთ კითხვა ტექსტის მეორე თავის, მანამდე მეფე დაგირიგებთ სიტყვებს, რომლებიც შეგვხვდება ტექსტში უცხო სიტყვებს. მე მინდა რომ ივარაუდოთ რა სიტყვებია ეს, მივწეროთ სინონიმები, თქვენ თვითონ უბრალოდ გამოხდათ ვარაუდი, რაც შეიძლება ნიშნავდეს ესაზღვრე სიტყვა. დაანახეთ შესაძლებლობაში. სამუშაოსთვის გეძლევათ 2 წუთი.
ძალიან კარგი მე ხომ რომ ერთ-ერთმა წაიკითხოს საბა თავის ვარაუდს და შევამოწმოთ რამდენად ერთგვარი თქვენი ვარაუდები საბარაზე წაიკითხოს უბანი არის უბანი იადონი ბულბულია ხამს საჭირო ჩვენი სიტყვა აღრჩევდა თუ რა გახსენდება საჭიროა არ მახსოვს დავისწავლეთ წინა ნაწარმოები. ვისწავლეთ ვეფხისტყაოსანი. შეგვიძლია ეს სიტყვა ხო? კარგი, შემდეგი გლახაკი ხატაკი. მუშაკობა შრომა. მომხმარი მშიერი. და ბაზიერი ფრინველების მწვრთნელი. ვინმეს სხვა ხომ არ გიძერიათ განსხვავებული. არა. მაშინ სანამ მითქვას განვაგრძელდეთ, მე მინდა გამოვთქვათ თქვენი მოსაზრება. ლეონის სამცილის შესახებ. რატომ იქცეოდა, რატომ დიდა თქვენი აზრით ლეონი აი ესე მკაცრად უფლისწულს ხდება? ჩემი აზრით მას შეჭრა უფლისწული. და მიზანი დაეთანხმება. ანუ ვიზაზე იყო შული, ხო? შული და უფლისწული. Peter. Anna. მას კიდევ რომ შეიძლებოდა იგი მას კეთილი განზრახვა ჰქონდა უფლისწულის. აი ამას დახონდა ხოლმე, როცა ასე მკაცრად ექცევა ადამიანს აშიმში ვერსიაში შემოსავლებს, ანჯავს, გულის პასმონდე. კარგი მეფე გამხდარი ხომ? ვფიქრობ, რომ კარგი სამწუხაროა მიზანი, ხო? რომ უკეთესი მეფე გავხადო. კარგი. ლიზა გისმენ? ვფიქრობ, რომ თვითონაც ასწავლებული მკაცრად და სხვანაირად არ შეეძლო. კიდევ ხო, შემდეგ ზოგია განვაგრძელოთ მარიკა. ჩემი აზრით იგი ძალიან ბოროტი ადამიანი იყო და შურდა უფლისწულს. ბოროტი და შურიანი იყო. ახლა მოდით განვაგრძელოთ კითხვა. სამეფო მემდონი გაგეყოთ თქვენი მისაწვდომი წაიკითხოთ მონაკვეთი. აი აქამდე 66-ზე გადავშალოთ იქნები. კითხულობთ მონაკვეთს სიტყვამდე. ეგრევე მეფე ესეთი ხავს. აი აქამდე წავიკითხოთ თუ შეიძლება ტექსტი. ეგრევე მეფე ესეთი ხავს. ჩუმად კითხულობთ ტექსტს დამოუკიდებლად 4 წუთი გეძლევათ, მე მგონი მაგნიტს არ დაგჭირდებათ. კითხვას რომ დაასრულებთ თავის საწევით მალე შეგიძლიათ ფაქტი.
დავასრულეთ ხო? კარგი. აბა არა არ მოვყვეთ. ლეონი ისთვის დაიბარა მეფე, რატომ მოაყარდა რა სიტყვა? მას ამბობდა ის ამის მოსასმენად დაიბარა? აბა დაიბარა მის ნიკოლაიშვილი გამოდის. მის მოსაკლავად დაიბარა. მოსაკლავად დაიბარა. დაიბარა მოსაკლავად, დაიბარა დასაჯად. რატომ ვერ დასაჯა? რატომ არ დასაჯა? თუ მოსაკლავად ანა მახარაძე. რა ქონდა გიორგი? ფიცის წერილი ქონდა, ხო? რას ირდებოდა ეს ფიცის წერილი? რა ფიცის წერილი იყო ეს? ისმენ ხევნა? მეფე ლეონს პირდებოდა, რომ სხვისი დასმენით არ მოჰყვა. რომ სხვისი დასმენით არ მოჰყვა. ამისთვის გამოახვა ლეონმა ეს ფიცის წერილი. ლეონის რა თვისებებზე მეტყველებს ეს? მოდი აბა ჩამოვწეროთ. იყო ბრძენი ბატონო. მარიტა. იგი იყო დარგულებული. და წინდახედული. დარგულებული და წინდახედული ჯობს ვერცხლი. კარგი, მოდი წინდახედული ვთქვათ. კიდევ რა თვისებებს გამოვაკლოთ? ავალაშა. გონების გამჭრიახი. გამჭრიახი. ის იყო კეთილი, რადგან მას სურდა რომ უფლისწული კარგად ამეზარდა. იყო კეთილი, რადგან სურდა რომ უფლისწული კარგად ამეზარდა. კიდევ რა თვისებას გამოვაკლოთ ლეონისას აი ამ ეპიზოდის მიხედვით? ან მარიკა. ამ ეპიზოდის მიხედვით ლეონი არის ენაწყვიანი. და ჭერმეტყვი. ენაწყვიანი. რატომ ფიქრობ ასე? იმიტომ რომ მეფე მისმა სიტყვებმა დაამშვიდა. შეეძლო რომ მაშინვე ჭუბი დაეწყო მეფისთვის, მაგრამ ჯერ დაამშვიდა მეფე და შემდეგ გადაწყვიტა საქმეზე ლაპარაკი დაეწყო. ან დაამშვიდა, ხო თავისი ენაწყვიანობით ეს გამრისხებული მეფე დააწნარა, დაამშვიდა და მერე მისამართლდა, ხო? ლეონმა მეფე შეადარა წყენს. როგორ ფიქრობ, რატომ შეადარა სად მეფე და სად წყენსი? სამი. რადგან როდესაც ფარა ყავს, მას უნდა მოვარო, კარგი ბალახი უნდა აჭამო, ჭრილობა შეუხურცო. თუ ასე არ მოიცემ, ფარა ნენა შემიცედება და ბოლოს აწყვეტდება. მას ეს მეფე შეადარა საქართველოს, თუ კი არ მოვიდა საქართველოს, შეუღწევს ტერი და მთლიანად განადგურება. კიდევ ვინ დაამატებდა ზით გავს მეფე წყენს. ქეთება. მას ლეონმა რომ ის მეფეს ბევრი მოსავსებია და მოსავსებს ბევრი საფრანგეთ კონსერვატიული რამე და და მეფე როგორ უნდა მოიქცა? მას წევსები თავში ფარისთვის თავში გაწირავენ მას. მეფემაც თავში ხალხისთვის თავი უნდა გაწირავენ. მეფემაც ისე უნდა უპატრონოს და როგორც წევსები როგორც ფარას პატრონობს. როგორც ინსტანცია ვალდებული უპატრონოს ფარას და მათ შეუძლიეს, ასევე მეფე არის ვალდებული, რომ კარგად მოუაროს თავის ხალხს, ხო? რომ კარგად აცხოვროს. მეფე არის ამაზე პასუხისმგებელი. მოდი ახლა განვაგრძოთ ჩვენ ტექსტის კითხვა, კითხულობთ ისევ ჩუმად და ტექსტს კითხულობთ უკვე ბოლომდე. და შემდეგ მივუყურებთ იმ თქვენს ვარაუდებს, რომლებიც ჩამოვწერეთ.
დავასრულებ კითხვა. მაშინ ახლა დაფაზე ჩამოვარაუდებს. ძალიან დავხოთ. რომელი გამართა, რომელი ვარაუდი გამართა, თუმცა რატომ იქცეოდა ლეონი ასე. მას ისმენეთ აპერმენტი. რომ კარგი მეფე დაგვდახო. რაში შეუწყობდა ხელს? აი ეს მეთოდები ასწრისა. კარგი მეფე დამდგომაში გიორგი ისმენეთ. რომელიც უნდა ათება, როცა უნდა დაიწყება. რადგან ლეონი აყენება შეიძლება განაცხადება, რომ ეგრევე როგორი იყო ეზრის ცხოვრება. როგორი იყო წლის ცხოვრება, ხო? კიდევ ეცემა მასაც რომ ყველა დანარჩენი გამოისწრება იმისათვის, რომ გაიგოს სხვა ადამიანები როგორ ცხოვრობენ. მაგალითად, ფეხიშოვარდანი და შეგიძლიათ და მაგის ნინო ისმენ შეეძლო 50 დაისმადურა და 100 დაეთყადა. რასი მიშევდა, ასე რომ დასჭირდა. როგორ სასწრაფო ეყოლება. სურამ წარაეყო, როდესაც არგანი მის ზურგს ხვდება. არ ეცოდინებოდა, ხო რა წარი არის ეს არის უბრალოდ დასჭირდა, ასე რომ ვერც კი მიხვდებოდა რა სიმწარეს გქონდა ამ დროს დასჭირდა, მაგრამ მას ჩემი აზრით კიდევ ასე იმკაცდა, რომ ის კარგი მეფე დამდგარიყო, რადგან მეფე და ჩვეულებრივი გლეხი უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. მეფე უნდა წაუწყოს თავის ქვეყანას საბაზრის თავი. ანუ თუ კი ეცოდინებოდა მეფეს როგორ ცხოვრობენ მისი შეშევდომები, ის უკეთ იმეფებდა, გაეხმარებოდა ეს იმაში, რომ თანაეცო მათთვის და რა თვისება უნდა გქონოდა, რა აუცილებელი თვისება მეფესა. ისმენიმა შეწყალება უნდა ყოფილიყო მოწყალე, ხო? არ უნდა ყოფილიყო სასტიკი და ვრისხარი. როგორ ფიქრობთ, ამის ეს მეთოდები მარტო მეფისთვის არის მიზანშეწონილი თუ ზოგადად სიმკაცრე საჭირო არის? ნინი ისმენ? მაგალითად მასწავლებელი. თუ მასწავლებელი არის ბავშვების კაცი, ბავშვები არაფერს არ გააკეთებენ და ისწავლიან და ეს აბა კიდევ ის რა აზრი აქვს თუ მიმართა ჭირებს, ანა ისმენ და მე მიმართა ისევ ჭირებს. ასე ჩვენებრივად თემაც უნდა თანახმად იყო კაცად აღწერილი და მან შემდგომ ხარდა ადამიანებს აიღო. რისთვის ემხარება ადამიანს სიმკაცე, რაში სჭირდება, რატომ უნდა მოგეკეთე კაცად? გიორგი ისმენ. სადაც კაცად გამოიქცევთ, ისინი გათამაშებიან და მას ყველაფერს გააკეთებ, რაც მოსულობ. და ეს ანუ ყველაფერს გააკეთებენ, რაც მოსულობ, შეიძლება ცუდი რამეც მოისურვო, ხო? ცუდი რამე უკვე საზოგადოებისთვისაც იქნება საზიანო. ახლა მე მინდა ისევ ტექსტს მივუძვდე, მე დაგივიდე. ცხრილს თქო გამოიწეროთ ტექსტიდან ხარჯული წესები და გავმართოთ ეს ხარჯული წესები, ხო? და ახლა მუშაობ არა წუთებში, არამედ ჯგუფებში. 4 სხვადასხვის ხერხად იქ უფრო 5 კაცი ერთმანეთს ეხმარება ზიანებს ამოწერა
Thank you.
ის წარმოადგენს თავის ნამუშევარს. ისმენ არა, განმარტება ხო, მაგრამ დამხატვრული ხერხია. კი ბატონო, მაგრამ დამხატვრული ხერხია, როდის შეუძლია სალასაც. შავთა უცხოთაფარდაბი ეს არის მეტაფორა. მეტაფორა. შემდეგი რა ბარაზიტია? უცხოელებისა ხარებთან ვისხანებისა განადგურება. დამშვიდობი. ესეც მეტაფორა. ესეც მეტაფორა. საიქე სიტყვის წყალთან ისი არის ნაშრომი. ვისხანება მეტაფორა. ესეც იქნება მეტაფორა. სამხატვრო ხერხები არ შეგვიძლია. ის მეტაფორა. აბარაკწერია. არის ის ერთი წუთით და ამეთქოდა ბუნდზე შედარება ისა ბუნდსა და ლეონის სადარეთ ლეონის ცეცხლისა ეს არის ცეცხლისა არის მისი ჯავრის შედარება ასევე არა შედარება გავუკეთეთ რა დამხატვრული ხერხი მეტაფორაც არის კიდევ და რას არის შედარება რას არის შედარება ის ხანების ხანება ცეცხლისა რატომ არის შედარებული მისი ჩვენება უნდა უნდა რამდენად ძალიან გაგაზრდო როგორ ძინვარებდა ადარებს და ვფიქრობ ეს ინტერვალაც არის აზვიადებულია ხო როდესაც აზვიადებს რაღაცას უკეთ წარმოსაჩენად კიდევ სხვა ხალხები ხომ არ გავხამეწები სიტყვასაც თვითონ ის ხანება და გამხატული ხერხია ეს არის მეტაფორა. სხვა მხატვრული ხერხები არ შეგვხვედრია შედარებისა და მეტაფორას გარდა. ეპითეტი მაგალითად ხომ არ შეგვხვდათ? გამხდეთ რა მხატვრული ხერხია ეს. ეპითეტი არის მხატვრული განსაზღვრება. ეპითეტი არის მხატვრული განსაზღვრება და დაესწრება ხო? გადახედეთ აბა კიდევ ერთხელ ტექსტი შეიძლება და იქნებ ვიყოთ ტექსტები. სიტყვა საქმე და საქმე სიტყვაა. ეს არის კითხვა უნდა იყოს როგორი. ისმენ უგვარი კარგი გქონდა. უგვარი რა როგორ განმარტებს? მოხმარი როგორ განმარტებს რა არის? შიერი იქნება ეპითეტი. ჩვენ ავხვით როგორი განსაზღვრებაა ეპითეტი. არის მხატვრული განსაზღვრება, ხო? მხატვრული განსაზღვრება ეპითეტი და შიერი არ გამოდგება ამ შემთხვევაში. ეხლა გადავიდეთ აი სანდროხა საქმე სიტყვიანი და სიტყვა საქმიანია, ხო? როგორ შეგვიძლია განმარტოთ რა სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი? სიტყვა რომელიც საქმით კეთდება, სიტყვა შეიძლება საქმით გაკეთდეს. ეს გამიგონდა. რამეს რომ სიტყვა რომელსაც საქმე მოყვება,
საქმით კი არ კეთდება, არამედ საქმე მოყვება, ხო? და საქმე სიტყვიანი რას უნდა ნიშნავდეს? საქმე, რომელიც რა სიტყვასაც იტყვის, ეს დაკეთებული საქმე ამტკიცებს ამ სიტყვას. ხო, რა სიტყვასაც იტყვი, საქმით რომ დაამტკიცებ. კიდევ სხვა რამე ვარაუდები ხომ არ გაქვს? ჩვენ დღეს ვისაუბრეთ როგორც დიდა ლეონი ჯუნიორს. კაცრად დიდა და თქვენ თქვით, რომ სიმკაცრე საჭიროა. და გამოვიდეთ თქვენი აზრი, რადგანაც არის საჭირო, ადამიანებმა რაღაც ცუდი არ ჩაიძინოს. მაგრამ მარტო სიმკაცრით შეიძლება მივაღწიოთ მიზანს, თუ კიდევ სხვა გზები არსებობს. როდესაც ვთქვით, უნდა ავასრულოთ, მაგრამ სიმკაცრის გარდა რა მეთოდები შეიძლება კიდევ გამოიყენოთ აზრის, ანუ ჩვენი აზრით შეიძლება მას საქმე შვიდობის ერთობითაც მოგვარდეს მას. არიან ადამიანები, რომლებიც უკეთ იღებენ შვიდ საუბარს. აქაც ხომ არ შეგვიძლია ამის მაგალითი ტექსტში. სადაც შვიდი საუბრით აბა მიდის მას ლეონმა დაამშვიდა მეფეს შვიდი საუბრით და ლეონის ენაწილიანობამ და შვიდმა საუბარმა მეფე განრისხებული მეფე, რომლის რისხანება ცეცხლის ალს ემსგავსებოდა დაამშვიდა და გაატყარა. ამდენად შეიძლება რომ ადამიანი წყნარად შვიდი დააღიზარდოს, გაიზარდოს და არ იყოს მაინც საჭირო ეს სიმკაცრე და არგნის დახვა. თქვენზე რომელი მეთოდი გიორგი? ორივე საჭიროა. ორივე საჭირო. შეიძლება როცა საჭირო კაცი რა თქმა უნდა, ორივე შეიძლება ზომიერად საჭირო იყოს, ხო? ცოტა ხანდახან შეიძლება ადამიანს გაცადათ მოიწვა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჯობს რომ თბილი სიტყვით გააგები და პირველად აუხსნა. ისენ კატო. მას ორივე არის საჭირო, მაგრამ თუ ყოველთვის თბილი საუბრით ეყავი, იმას არ ეხება ორივე საჭირო. ორივე არის საჭირო, სიმკაცრეც და ზომიერად ორივე სასურველია. ქეთი და როდესაც გაჩვენება ადამიანს ადამიანის და ბოლოს მინდა დაგილიგო თვით შეფასების კითხვარი, სადაც არის ჩამოთვლილი კრიტერიუმები, როგორ უნდა შეაფასოს საკუთარი თავი, გაწყვეტილება, როგორ იმუშავებ, რამდენად უპასუხებ დასმულ შეკითხვებს, მსჯელობისას რამდენად არგუმენტირებული იყო თქვენი პასუხები, ამოიცანით თუ არა ის ფაქტური ფაქტები ტექსტიდან, რაც უნდა ამოგეცოთ, გამოიცანით თუ არა რა მხატვრული ფაქტი იყო, ახსენით თუ არა, დაასაბუთეთ თუ არა და მიზნით იყენებდა მწერალი ამოთვლით მხატვრულ ხელს. და რამდენად აქტიურად იყავით ჩართულები ჯგუფურ მუშაობაში. აქ არის კი არა ნაწილობრივ, და უბრალოდ რაღაცა ნიშნით, ჯვრით, მონიშნეთ, თქვენ როგორ ახასებთ საკუთარ თავს. სახელი და გვარის დაწვა არ დაგავიწყეთ, დამწყარება ხო არ ისე. და უნდა ხო ყველას ვიგებ საკითხავს. ეს უნდა შემოსას ყველა.
დიახ. ან აყრებს ისევ უცლებს, ხო? მადლობთ. მეც მინდა შევაფასოთ. მეც მინდა რამდენიმე ბავშვი გამოვყოთ დღეს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ. თავიანთი სწორი შეფასებებით გამახარეს ძალიან. მარიტა, თენგო, გიორგი მინდა შევაფო ძალიან. კარგი ბიჭი ხარ გიორგი, მადლობ. ქეთი და ანა. კარგი ბავშვები ხართ, დანარჩენი განსაზღვრულ შეფასებას შემდეგ ავიღეთ, როცა დავასრულებთ ტექსტის მუშაობას, მე დავწერთ.